ისრაელის დატოვება ახლა საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ სახმელეთო გზით ეგვიპტიდან იორდანიით. სავარაუდოდ ახლა მაყურებელი ეკრანზე ხედავს კადრებს, როგორ გადაყავთ და აორგანიზებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მათი მოქალაქეების გაყვანას ისრაელიდან, თუმცა ამას ვერ ახერხებს ჯერჯერობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა დღეს გავსაუბრებოდით საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ჩვენთან საუბარში რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისინი თითქმის ყოველდღიურად უკავშირდებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს და ისრაელში საქართველოს საელჩოს. მათ სურთ, რა თქმა უნდა, ისრაელის დატოვება, თუმცა ერთადერთი პასუხი აქვს ამ შემთხვევაში საქართველოს საელჩოს, რომ ისინი მუშაობენ ამ საკითხებზე. რაც შეეხება დაკავებულ ადამიანებს, ისინი არიან ისრაელის საემიგრაციო ციხეში თითქმის 3 კვირის განმავლობაში და რა თქმა უნდა, მათი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. მათ აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, აქვთ რა თქმა უნდა ფსიქოლოგიური პრობლემები და არ აქვთ შესაბამისი საჭირო ნივთები. ჩვენ დღეს გვქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრს, რომელიც ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ყველა გზა ამოეწურა, ის თითქმის ყოველდღიურად და საათობრივად უკავშირდება საგარეო საქმეთა სამინისტროს და ასევე ისრაელში საქართველოს საელჩოს, თუმცა დახმარება ამ დღეების განმავლობაში მას და მის ოჯახს ვერ აღმოუჩინეს. 28 მაისის მერე ზის რა თქმა უნდა საემიგრაციო ციხეში. საელჩოსთანაც რამოდენიმეჯერ დავრეკეთ, მაგრამ არც იმათმა არ იციან პასუხი თუ როგორ უნდა გაიყვანონ ესენი უსაფრთხოდ. ფსიქოლოგიურად ძალიან არიან დათრგუნულები. ისრაელის მოქალაქეც ვარ, ხო, მაგრამ მე საქართველოს მოქალაქეობა ვარ დამიდარგილი, მე საქართველოს მოქალაქეობა პირველ რიგში. არ ყოფილა არც ერთ ისეთი შემთხვევა, რომ დაუშვათ საელჩოს თვითონ გამოეხატა ინიციატივა, რომ ეძღვნა თავის მოქალაქეებს. ვიცი, რომ დაკავებულები არიან, ისინიც როგორც ყოველ გარშემოელოდებიან მოვლენებს, დახმარებას ითხოვენ ოჯახის წევრები, მაგრამ ასევე ვიცი, რომ რეაგირება არ არის არავითარი საელჩოზე საკონსულტაციო. მე თვითონ პირადად მქონდა საუბარი 2 დღის წინ საელჩოსთან, მკითხე ალტერნატიული გზა თუ არსებობს ქვეყნიდან გასulis სახმელეთო გზა ღია და შეგიძლიათ იორდანიიდან ან ეგვიპტიდან დატოვოთ ისრაელი, მაგრამ რო ვიკითხე, რომ ანუ საელჩოდან დახმარება რამენაირი ამ ქვეყნიდან გასვლასთან დაკავშირებით გვექნება თქო და რა გნებავთ ქალბატონო, რომ მოგაკითხოთ სახში და წაგიყვანოთ. პლუს ამას რო ვკითხე, რომ ანუ საზღვრიდან აეროპორტამდე როგორ უნდა მივიდეთ და რამე თუ არის ისეთი მარშრუტი რა, ამაზეც არანაირი ინფორმაცია ქონდა. ისრაელის თავდაცვას და ამ სისტემას უფრო ვენდობი, ვიდრე ჩემი ქვეყნის თუნდაც საგარეო საქმეთა სამინისტროს. ჩვენ გვყავს აქ ოფიციალური წარმომადგენლობა, სხვათა შორის რომელთანაც ყოველთვის ბრძოლა გვიწევს, ეს იქნება არჩევნები თუ სხვა ნებისმიერი საკითხი და ჩვენ თვითონ გვიწევს მოწოდება, რომ რაღაცა განცხადება გააკეთონ. რაც შეეხება ისრაელის საელჩოს საქართველოში, მათი Facebook გვერდი ამ ბოლო 2 დღის განმავლობაში სულ 2-ჯერ განახლდა. ერთხელ მათ ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჭურვი ჩამოვარდა მათ შენობასთან ახლოს. მეორე ინფორმაცია კი შეეხებოდა იმას, რომ ისინი საქართველოს 200 მოქალაქესთან გავიდნენ კონტაქტზე. თუმცა ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს ვეკონტაქტებით დღეს, მთელი დღის განმავლობაში და ამ ადამიანების უმეტესობა ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მათ აქვთ შესაძლოა კომუნიკაცია ისრაელში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან, თუმცა რეაგირება და ხელშესახები ცვლილებები მათ საქართველოს დაბრუნებასთან დაკავშირებით ამ დრომდე არ განხორციელებულა.